უზარმაზარი ადამიანური მწუხარება. 8 წლის ასმიკი იმდენად იტანჯება, რომ სიტყვებით აღწერა შეუძლებელია. გოგონა ვერ დადის, ვერ ლაპარაკობს, ვერც კი ჭამს დამოუკიდებლად. ბავშვს თავის ტვინის დაზიანება დაუდგინეს. გოგონა მუდმივად ყვირის და ტირის. ძიმედ დაავადებული ბავშვი მამა მიატოვა და დედას წამლების, პამპერსებისა და საკვების ფულიც კი არ აქვს. ოჯახი სოციალური შემწეობითა და ბავშვის ინვალიდობის პენსიით ირჩენს თავს, რაც პამპერსებისა და მედიკამენტებისთვისაც კი არ კმარა. 9 წლის ავრორა ყოველ დღე უყურებს, როგორ აგდებს თავს უკან მისი საყვარელი დაიკო და ისტერიკაში ვარდება. გოგონა საკუთარი თვალით ხედავს, როგორ იტანჯება ასმიკი. ახლა ორივე ბავშვი ავადაა, სიცხი აქვთ. საწყალდედას კი წამლის ფულიც კი არ აქვს. ნუ დააყოვნებთ, ნუ ასქროლავთ. თქვენ შემთხვევით არ წააწყდით ამ უბედური ბავშვის ისტორიას. უმნიშვნელო თანხასაც კი შეიძლება გადამწყვეტი მნიშვნელობა ჰქონდეს. სხვები არ დაეხმარებიან. სწორედ თქვენი მხარდაჭერაა გოგონასთვის სიცოცხლის შანსი. გადარიცხეთ ნებისმიერი თანხა ჩერნოვეცკის ფონდის ოფიციალური საიტის მეშვეობით.